ესენი არიან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, უფრო კონკრეტულად მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, რომლებიც შეიკრიბნენ მარჯანიშვილის მოედანზე, იქიდან დაიძრნენ, გადმოიარეს გალაქტიონის ხიდი და ახლა ჯავახიშვილის ქუჩით მიემართებიან რუსთაველის გამზირზე. რამდენიმე მათგანს გავესაუბრები ახლა პირდაპირ ეთერში და მოგასმენინებთ როგორია მათი პოზიცია. პირდაპირ ეთერში ვართ. გაერთიანით ახლა ერთი სკოლის სტუდენტები ხართ აქ მოსული. თქვენი პროტესტის საგანი რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია რა პროფესიების მხრივ გაერთიანება ამ პროტესტში? ხო, პროტესტი ორი რამეს ვითხოვთ, ყველას ერთი და იგივე პროტესტი გვაქვს აბსოლუტურად როგორც სასტიკადაც იქცევა ეს თვითმარქვია თავრობა გვინდა რომ მორჩეს რაც შეიძლება მალე დაგვინიშნოს სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი და მაშინ გადაწყდეს ვის ირჩევს ქართველი ხალხი, აი ეს გვინდა და მანამდე სასწრაფოდ გაათავისუფლო რეჟიმის ტყვეები. ისინი არიან ტყვეები, ისინი არ არიან პატიმრები და უნდა გათავისუფლდნენ რაც შეიძლება მალე. არაფერი დაუშავებიათ საზოგადოების საწინააღმდეგოდ. არაფერი პირიქით ამ საზოგადოების მომავალს იცავდა ეგ ხალხი და ეხლა ტყვეობაში არიან. თან წამების შემდეგ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. შემდეგ უნდა დაინიშნოს არჩევნები. კი, ერთი სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვართ და ყოველდღე 21 დღე იქ ვდგავართ და ჩვენი მარშით ერთიანი წვლილი შეგვაქვს ამ დიდ პროტესტში, რაც ახლა დღეს ხდება. მადლობა. ასევე ხედავთ, სტუდენტები არიან მოსული, მათ შორის ფოტოებით, აქციებზე დაშავებული ნაცემი ადამიანების ფოტოებით და მათ შორის არიან ჩვენი კოლეგებიც სამწუხაროდ. კიდევ რამდენიმე აქციის მონაწილეს გავესაუბრებ, სტუდენტი ბრძანდებით. თქვენი პროტესტის მთავარი საგანი რა არის? უკვე ვახსენეთ, ეს არის ტყვეების გამოშვება, ეს არ არის პატიმრობა, იმიტომ რომ მათ არ ჩაუდენიათ არაფერი რეალურად. შეუძლებელია სამართალი გიყვარდეს, შეუძლებელია შენი ქვეყანა გიყვარდეს და აქ არ იდგე. ყველას ხოთ გამოხვიდე, სანამ ამის შესაძლებლობა და უფლება გვაქვს. გესმით, რომ მძღოლები ავტომობილებიდან სიგნალებით და შეძახილებით ამხნევებენ პროტესტის მონაწილეებს, უერთდებიან მათ პროტესტს. თქვენ შეგეკითხებით, რისთვის მოხვედით დღეს აქ და რატომ მოხვედით აი ერთი სკოლის სტუდენტები? კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ 21 დღეა რუსთაველზე ვდგავართ და დღევანდელი მარში, რომელიც დააორგანიზე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტებმა, მათ შორის მეც, არის კიდევ ერთი გზავნილი იმისა, რომ 21 დღეა ჩვენ თანამებრძოლები არიან უკანონო პატიმრობაში, უკანონო ტყვეობაში და ჩვენი მოთხოვნა არის მხოლოდ ორი: დაინიშნოს ხელახანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც სისტემამ აბსოლუტურად უკანონო ჩაამწყდია ციხეში. დიდი მადლობა. უსმენთ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და უკან ხედავ საკმაოდ საინტერესო წარწერას. თუ შეიძლება გამომყვეთ წარწერა მინდა რომ გვაჩვენოთ. რა დაწერეთ და რატომ დაწერეთ რომ მართვაზე ჰაბიტუსით ვერ ჩააბარებ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართვის ფაკულტეტის სტუდენტები და მართველი საპატივსაცემად ასეთი პოსტერი მოვიფიქრეთ. პრეზიდენტს მიემართება სავარაუდოდ ხომ საქართველოს, რას ფიქრობთ აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით? არ ვიცი, კომენტარი არ მაქვს, უბრალოდ როგორ შეიძლება რომ ესეთი პრეზიდენტი ყავდეს ქვეყანას, განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის შემდეგ. არ ვიცი. მადლობა, გესმით რომ მრავალგვარი ამ ადამიანების პროტესტი, გამოხატვის ფორმა, აი კიდევ ერთ პოსტერს ხედავ უკან, რომელიც ასევე პრეზიდენტს ეძღვნება, ყოველ რა უნდა მართო, დაწერეს მართვის სკოლის სტუდენტებმა თავისუფალი უნივერსიტეტის. ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა უკვე მსვლელობამ, სტუდენტები მიდიან რუსთაველის გამზირზე, რათა იქ შეუერთდნენ უკვე საერთო პროტესტს. კითხავთ, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ. პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ. ჩვენი არის მართვის სკოლის პროტესტი და აქ რაც მიწერია ახლა არის მართვის შედახმობა, რომ არავინ არ იცის მართვის სკოლაში რა უნდა გამოვიდეს. უბრალოდ ახლა არც მაგაზე და არაფერზე მეძზე ფიქრის დრო აღარ არის. ეს კრიზისი რაღაცნაირად უნდა დამთავრდეს და ამისთვის აუცილებლად ყველა უნდა ადგეს და გამოვიდეს. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტებს, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ მარჯანიშვილის მოედანზე და მსვლელობით მიემართებიან რუსთაველის გამზირზე, სადაც 20 დღეზე მეტია ყოველ საღამოს იმართება საერთო სახალხო პროტესტი.